მადლობა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პატიმრობის შემდეგ სტუმარი იქნებოდი და ამაზე უნდა გვესაუბრა. მაგრამ ნუ რას ვიზამთ, ისეთი უპროგნოზო და ულოგიკო არის რეჟიმი, უარესის მოლოდინი გვაქვს ცხადია. ის რომ აი ამ 6 დღიანი პატიმრობით შენში მუხტს და ბრძოლას ვერ ჩაახშოვდნენ, ალბათ თვითონაც იცოდნენ, თუმცა მაინც მოხდა შენი დაკავება, ესე დემონსტრაციულად სახში მოგაკითხეს, წაგიყვანეს და ასე შემდეგ. ქეთისაც ვკითხე და შენთანაც ამით დავიწყებ. აი რა პოზიტიური ან კარგი გამოცდილება წამოიღე სამართო საკანში იყავი შენ? არა, კიდევ სხვა აქტივისტებიც იყვნენ. ჩემთან ერთად და საღამოშვიდობისა მივესალმებ მაყურებელს, საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ და პოზიტიური ამ ყველაფრიდან არის ის, რომ უფრო მეტად გემატება ძალები ისედაც დარწმუნებული ხარ, მაგრამ ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია, რომ შენ სწორად იბრძვი, არა მხოლოდ სწორი მიზნებისთვის, არამედ სწორადაც იბრძვი, იმიტომ რომ აჩვენა აი ამ ყველაფერმა, იმ რეჟიმის, ასე ვთქვათ, აი ამ დაკავებების მთელმა სერიამ, აჩვენა, რომ მისთვის უწყვეტი პროტესტი არის მთავარი დაბრკოლება დიქტატურის საბოლოო გასაფორმებლად. ვიდრე უწყვეტი პროტესტი არსებობს ქვეყანაში, ივანიშვილი ვერ ამბობს მისთვის ალბათ სანუკვარ ფრაზას, რომ საქართველოში პროტესტი დასრულდა. ეს არის მისი მიზანი, რომ მან თქვას, რომ მე გავტეხე ქართველი ხალხი და მე უკვე ასე ვთქვათ, საბოლოოდ მისი ყველა კომპონენტით აქ გავაფორმე დიქტატურა. შენი დაკავების მეორე ისედაც არსებობს ჩემი აზრით უკვე ქვეყანაში. მაგრამ გავაფორმე აი მისი ყველა გამოვლინება დემოკრატიის მოსპე ბოლომდე და წინააღმდეგობა. შენი დაკავების მეორე დღეს, ხო ისე მოხდა, რომ ვერ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემადგენლობა პოლიციისა მთლად საფეხმავლო ბილიკიდან მიაცრევდა. გადაიკეტა და მე ძალისხმევა გამოიყენეს. და გამოვიდა მე კობახიძე და თქვა, რომ ამაყად რომ აი ვეღარ გადაკეტეს რუსთაველი, იმიტომ რომ დაახვედრე ძალიან ისეთი ბრუტალური ძალა პოლიციის სახით. რა შენს მიმართ რეჟიმი ისედაც ყოველს მიმართ არასამართლიანი, მაგრამ შენ რაღაცა გამორჩეულად რაღაცნაირად გერჩიან ხოლმე, იმიტომ რომ არ ჩენაკლებ მათ კრიტიკას და ასე შემდეგ, ხო? რა ხდებოდა შენი დაკავების წამიდან ვიდრე გათავისუფლებამდე, ხომ არ ყოფილა რაიმე სახის, არ ვიცი, გადაცდომები ან პოლიციის მხრიდან, ან უშუალოდ როდესაც შეგასახლეს წინასწარი დაკავების საკანში? მე როდესაც გამოვედი სახლიდან ჩემს შვილებთან ერთად მივდიოდი, ან ჩემი შვილები ისხდნენ იმ მანქანაშიც მეც ვიჯექი. და ძალიან მცირე მანძილი მქონდა გავლილი, როდესაც გააჩერეს ეს მანქანა და დამაკავეს ერთ სიტყვით. გადავედით კახეთის გზატკეცილზე შეანგასაქმეთა სამინისტროში. იქ გადამიყვანეს. შემდეგ იყო უკვე ჩვეულებრივ სასამართლო, სადაც იქ უკვე სხდომათა დარბაზში ვნახე ადვოკატი, რომელიც უკვე იყო სხდომათა დარბაზში. აი, ადვოკატთან შეხვედრის საშუალება შენ არ მოგცეს. არა, არ მქონია შესაძლებლობა ადვოკატთან შეხვედრის, ეს უშუალოდ სასამართლო დარბაზში მოხდა. თუმცა ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის. აი, შენ შეკითხვას რაც შეეხება, არა, არ ყოფილა, ამ ხრივ არანაირი გადაცდომა არ ყოფილა, უბრალოდ ჩავსხედით საპატრულო პოლიციის მანქანაში, მივედით შინაგანსაკუთრებათა სამინისტროში, იქ რაღაც ოქმი შეადგინეს და შემდეგ უკვე სასამართლოში, როდესაც მივედით, იქ ქვედა სართულია, სადაც ასე ვთქვათ პირობითად დავარქვათ პატიმრების მოსაცდელი ოთახი, დერეფანი, ასე ვთქვათ, სადღაც ქვემოთ. იქ ვიყავით, ბევრი მე მგონი 10 თუ 7, არ ვიცი, მოკლედ აქციის მონაწილეები, ნაცნობებიც შემხვდნენ იქ და სხვაებიც გავიცანი, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ასევე. მე მინდა ვთქვა, რომ აი სასამართლო პროცესი, რომელიც აბსოლუტური ფორმალობაა, ჩემთვის ეს უბრალოდ
უბრალოდ შესაძლებლობა იყო კიდევ ერთხელ მეთქვა საზოგადოებისთვის ჩემი აზრი ამ პროტესტთან დაკავშირებით, თორე სასამართლო პროცესი რომ აი სრული მოსამართლე ეს სპექტაკლია რაც ტელევიზორიდან ჩანს, ხო, იმაზე საშინელებაა, რომ ხოლმე ჩვენ ხვდები დარბაზში. კი, შენ მე აბსოლუტურად იმ განცდით ვიყავი, რომ ამ დარწმუნებული, რა თქმა უნდა, რომ ეს მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ესე იგი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებინა. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი იქ წარმოდგენილ შენაგან საქმეთა სამინისტროს იქ წარმოდგენილ შემადგენლობასაც, რომელიც აი ისიც ფორმალურად მონაწილეობს, იცის, რაც იქნება ამ პროცესზე, მოსამართლეც, რაღაცა სრული ფორმალობაა და ხა ჩემს სასამართლოზე არ არის ხო ლაპარაკი ზოგადად რაღაც სპექტაკლს დგამენ, ხო და სამწუხაროდ ძალიან ბოროტი სპექტაკლებია. ხა ჩემზე არ არის ლაპარაკი, მე რო პატიმრობაში აქ ლაპარაკია ისეთი სასჯელები მიუსაჯეს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც ახლა ციხეში სხედან და სოლიდარობა თითოეულ მათგანს. მე და თუ მინდა ჩემთან დაკავშირებით არა, უფრო ვთქვა იმ ადამიანზე, რომელიც ჩემთან ერთად იჯდა. ორნი იყვნენ, ერთი ვერ მიყურებს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იქ არის და მეორე შესაძლოა მიყურებს ახლა. გიორგი ყიასაშვილი, ასეთი ადამიანი. ის იჯდა ჩემთან ერთად ამ დღეების განმავლობაში. ადამიანი იცი რისთვის არის დაკავებული? პირბადის სტარებისთვის. ადამიანს უბრალოდ ეკეთა სამედიცინო პირბადე და ეკეთა იმის გამო, რომ კბილის ტკიოდა. კბილის პრობლემა ჰქონდა და ექიმის რეკომენდაციით ეკეთა ეს. და წინა დღეებშიც ეკეთა, ის რამდენჯერმე გააჩერეს დედაქალაქის სხვადასხვა ადგილზე. ანუ იცოდნენ ეს ადამიანი ვინ იყო. და ჩემთან ერთად მოხვდა იქ იზოლატორში და წარმოიდგინეთ სასამართლოზე რა ხდება ამ დროს. მოსამართლეს უხსნიან, რომ ამ ადამიანს კბილის ტკიოდა და იმის გამო რომ ესე გართულებები არ ქონოდა, სამედიცინო პირბადის გაკეთება ურჩია ექიმმა და ეკეთა სამედიცინო პირბადე. მოსამართლე მსჯელობს და გადაწყვეტილებაში წერს, რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს მოусმინა, მაგრამ ხარის ახსნა განმარტებით ვერ იხემძღვანელებს. მხოლოდ მიუხედავად იმისა, რომ დაადასმას გზა არ გადაუკეტავს. ის უბრალოდ იმყოფებოდა ტროტუარზე. და მოსამართლე წერს გადაწყვეტილებაში, რომ აი მტკიცებულებებია საჭირო ახლა მარტო მხარეს რომ მოусმინო ამ ადამიანს, ამის მიხედვით ვერ ვიხამძღვანელებო. მაგრამ იქვე თავდება ეს შინაარსი ამ წინადადების, არ გრძელდება და არაფერს ამბობს მოსამართლე რა გააკეთა მტკიცებულებების მოსაძიებლად. მოითხოვა თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ეს ადამიანი ექიმთან იმყოფებოდა. ეს ექიმი არსებობს. ამაზე არაფერზე ამაზე არ მსჯელობს და ადამიანს, რომელიც უვლის ხანში შესულ დედას მარტო ეს ადამიანი გაუშვა ციხეში. პატიმრობის შეკითხვა, რატომ ეს ადამიანი მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ საკანში ერთმანეთს შეკითხვას უსვამდით, ეს ადამიანი რატომ ზის ამ საკანში? იმიტომ რომ პირბადე ეკეთა, სამედიცინო პირბადე, სადმე იმალებოდა, ვინმეს დაემალა. პირბადე ქართულმა ოცნებამ წყვიან ფრქვევს გაუთანაბრა. ხო, ანუ ადამიანს უბრალოდ კბილის პრობლემა ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ხო, და მას ახლა, ესე იგი მეორე კბილის ამოღება რო დასჭირდეს ადამიანს და სამედიცინო პირბადე უნდა გამოიყენოს, ესე იგი დიდი ხნით უნდა დააპატიმრონ. ასე გამოდის მათი აი ამ აბსურდული ვითომ კანონებით. აი მინდა რომ საზოგადოებამ ეს იცოდეს. რას ნიშნავს ეს ვითომ კანონები სინამდვილეში რას აკეთებენ ამით. მე მინდოდა ეს კონკრეტული ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ცოდნოდა საზოგადოებას რა აბსურდთან გვაქვს საქმე. მაგრამ თავარი აქ არის ის, რატომაც ასე გავეშებული იქცევიან ამ დღეების განმავლობაში. მე ტელევიზორი არ მქონდა, ვერ ვუყურებდი, მაგრამ ინფორმაცია ადვოკატების საშუალებით მომეწოდებოდა. ამას რატომ აკეთებს? აი რეჟიმი ხო ამბობს, რომ იცი, აი, ვითომ დასცინის აქციის მონაწილეებს, ვითომ პროტესტს დასცინის და ასე რატომ იქცევა? მან ხო თავადვე აღიარა, რომ არაფერმა რაც წინა პერიოდში იღონა, არ იმუშავა და ახლა მიიღო ვითომ ეს კანონები. იმიტომ რომ
ამ კანონით უნდა რომ დაშალოს რუსთაველის პროტესტი. ესე იგი ეს მისთვის პრობლემაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, ადრეც ვიცოდით და ახლა კიდევ უფრო ზუსტად ვიცით, რომ მისთვის თავარი პრობლემა არის უწყვეტი აქცია. ეს იქნება რუსთაველის ეს უწყვეტი აქცია თუ ნებისმიერი სხვა ფორმა. ის რომ უწყვეტი აქცია ყველაზე უფრო ანუ თავარი ხაზია, ხო, სადაც რეჟიმი ხედავს, რომ თუ ამას ვერ გაარღვევს და ვერ გაარღვევს, ის არის დამარცხებული და სინამდვილეში არის დამარცხებული, იმიტომ რომ არ შეიძლება ისე დაკარგოს სახე ყველა ინსტიტუტმა, ეს იქნება პოლიცია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, სასამართლო თუ ასე შემდეგ, ისე დაკარგოს სახე, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ აი იმ აბსურდზე, იმ სპექტაკლზე, რაც ყველა ადამიანის თავს ხდება, არა მხოლოდ ჩვენს. გავახსენოდათო, მათი დაპირებები ამ 1 წლის განმავლობაში, რომ აი ერთ კვირაში დაიშლებიან. ერთ თვეში დაიშლებიან. აი დეკემბერში აღარ იქნება აქციები. ახალ წელს თურმე საცივში ჩაყოფს თავს ქართველი ხალხი და იქიდან აღარ ამოყოფს ან თუ ამოყოფს მერე დიქტატურაში ამოყოფს თავს. მერე იყო 20 იანვარი რაღაც უკავშირებდნენ პროტესტის დასრულებას სრულიად გაუგებრად. მერე იყო გაზაფხული, მერე იყო ზაფხული და 1 წელი სრულდება. და ხვალ არის დიდი აქცია, სადაც მინდა რომ ყველას ვთხოვო, რომ ისევ გავიდეთ და ვაჩვენოთ პროტესტი არათუ არ დასრულდება, არამედ პროტესტი ახალ და ახალ ძალებს მოიკრებს, იმიტომ რომ ეს არის პროტესტი, რომელმაც უნდა დაასრულოს რუსული მართლობა საქართველოში. ერთიც და ვიდრე დაგემშვიდობები საკანში ალბათ ისაუბრებდით იმაზე რაც გვჭირს და გამოსავლის გზებზე. უფრო მეტი მოგვიყევი თქვენი დიალოგებიდან. ჩვენი საფიქრალი ყველასი, რა თქმა უნდა, არის და სასაუბრო პროტესტი. მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი და მე რამდენიმე დღე ერთი კვირა თითქმის ვისხედით ჩვენ და მაგრამ ერთ რაღაცას მივხვდი. რამდენს ნიშნავს იქ მჯდომი ადამიანისთვის, აი ჩვენი სინდისის პატიმრებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია სხედან, რამდენს ნიშნავს ის თუ რა ხდება გარეთ, როგორ იბრძვის ჩვენი საზოგადოება, ხო? ჩვენი სასჯელი რა მოსატანია საერთოდ აი მე უხერხულება კიდეც საერთოდ ამაზე რომ მიწევს ახლა საკუთარ თავზე საუბარი, ვცდილობ რომ არ ვისაუბრო საკუთარ თავზე, მაგრამ ერთი რაღაც ვიცი, აი პირველი შეკითხვა, რასაც ჩვენ ვსვამდით, იყო ეს, როდესაც ადვოკატი შემოვიდოდა მაგალითად, რომ რა ხდება გარეთ. რა ხდება აქტივისტების თავს, ვინ დააკავეს, ვინ სად არის, ვინ რამდენი დღით და რუსთაველი გადაიკეტა? აი ეს უდიდესი მნიშვნელობის არის. მე წარმომიდგენია, მე მივხვდი ამით. კიდევ ერთხელ, ისედაც რა თქმა უნდა. მათთვის ვინც სისხლის სამართლის კოდექსით ყავს უსამართლოდ დაკავებული რეჟიმს. მათ გულისხმობ ჩვენ ყველანი ხვდებით რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას, მათთვისაც რამხელა მნიშვნელობა აქვს რა ინფორმაცია მიდის ამ ადამიანებამდე, რუსთაველზე რა ხდება, ხო, ამას ხომ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემთვის არის სწორედ ეს, რომ გარეთ ჩვენ ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ, ყველამ ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს იმ ხალხისთვის, ვინც იგზის სრულიად უსამართლოდ ამდენი ხანია და ასეთი სასჯელები აქვთ, ეს არის მთავარი, რომ ბრძოლა არ შეწყდება, მათაც უნდა იცოდნენ, ჩვენ თავსაც უნდა ვუთხრათ, ხვალ კიდევ ერთხელ დავინახავთ ამასა და გადავუსვამთ ხას იმ პროპაგანდას ქართული თუ რუსული ოცნებისა, რომ თითქოს საქართველოში პროტესტი დამთავრდა ან დამთავრდება. არ დამთავრდება, არასოდეს ვიდრე ივანიშვილი არ დამარცხდება და მე მინდა ყველას მოკითხვა გადავცე აქედან, ვინც ამ დღეების განმავლობაში დააპატიმრეს იმ სინდისის პატიმრებს, რომლებიც ამდენი ხანია სხედან ასე მაგრად და ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმ ხალხით, აი იმ ზიათი დაწყებული ყველას ვეღარ ვიცით ყველას სახელები და ყველას ბრძოლას ვაფასებთ. ესენი ნამდვილი გმირები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამდენი ხანია სხედან. ჩვენ კი ვალი გვაქვს იმის ამ ქვეყნის წინაშე, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, როგორც შეგვიძლია, სადაც შეგვიძლია და რა ფორმითაც შეგვიძლია. ვიბრძოლოთ ბოლომდე და არ დაგვაუწყესოთ ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადოთ. რა თქმა უნდა.